არქტიკული ციკლონის მსხვერპლთა რიცხვმა შეერთებულ შტატებში 21-ს მიაღწია. ჰიპოთერმიით, ანუ სხეულის გადაციებით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. ტემპერატურა ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ რეგიონებში კვლავ -40 გრადუსია. რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამერიკის შეერთებულ შტატებში უჩვეულო ყინვის მსხვერპლთა რიცხვმა უკვე 21-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის ოჰაიოს უნივერსიტეტის სტუდენტიცაა, რომლის ცხედარიც კამპუსის ტერიტორიაზე გამთენიისას იპოვეს. ამ დროს ჰაერის ტემპერატურა ცელსიუსით -46 გრადუსი იყო. ჩიკაგოს საავადმყოფოში კი ხელისა და ფეხის თითების ამპუტაცია ჰიპოთერმიის დიაგნოზით მოთავსებულ 25 პაციენტს დასჭირდა. ექიმების მოწოდებაა, ქუჩაში გასვლისას ყველა მაქსიმალურად ახლოს იყოს შენობებთან და სითბოს წყაროებთან. საშინელებაა, ვცდილობ ადგილი ვიპოვო, სადაც თავ შევაფარებ და არ გავიყინები. ამერიკული მედია კომპანია ACCU Weather-ის თანახმად, რომელიც მეტეოროლოგიურ სამსახურებს ამინდის პროგნოზზე ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით აწვდის, მინესოტაში ჰაერის ტემპერატურის რეალური შეგრძნება ცელსიუსით -60 გრადუსია. მსხვილ ქალაქებში უსახლკაროთათვის მოწყობილია სპეციალური თავშესაფრები. შიკაგოს მერის თხოვნის შესაბამისად, ქალაქ CTA-ის ავტობუსები დაემატება, რომელთაც გამათბობელი ცენტრის ფუნქცია ექნებათ და ღამის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით იმოძრავებენ. ძლიერი ყინვისა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე შეფერხებებია სარკინიგზო მიმოსვლაშიც. რკინიგზის თანამშრომლებმა გარკვეულ მონაკვეთებზე ცეცხლი დაანთეს, რათა ყინვას რელსებზე მატარებლების გადაადგილებისთვის ხელი არ შეეშალა. უამინდობის გამო შეერთებული შტატების ჩრდილო და ცენტრალურ რეგიონებში ასობით ავიარეისი გაუქმდა ან გადაიდო. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტემპერატურის ასეთი ვარდნა შეერთებული შტატების შუაგულში ბოლო 20 წელიწადია არ დადასტურებულა. სპეციალისტების განმარტებით, უჩვეულო ყინვა და არქტიკული ციკლონი ეგრეთ წოდებული პოლარული ქარბორბალას ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთის მიმართულებით გადაადგილებამ გამოიწვია.